გარიყული ირაკლი, მის უკან კი მხიარული ბავშვები. მხოლოდ ამ ერთ კადრშია ასახული ის ტკივილი, რასაც ათასობით სიტყვაც კი ვერ გადმოსცემს. 12 წლის ირაკლი უნდა ვიხსნათ საშინელი ტანჯვისგან. წლების წინ ბავშვსახეზე ჰემან გიომა გაუჩნდა, რომელიც შემდეგ ისეთ საშინელებაში გადაიზარდა, რომ საბრალობის დღისით გარეთ გასვლა არ უნდა, რომ ხალხმა არ დაინახოს. სარკე კი მისი მტერი გახდა. ყველაზე საშინელება კი ისა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი თითქოს შეიცულა და ფიქრობს, რომ ის აღარავის სჭირდება. უარეს გეტყვით, ირაკლი საკუთარ დედას ყოველ დღე ეკითხება: დედი, აღარ გიყვარ ვარ? ღმერთო, რამხელა ტკივილია ამ ერთ ფრაზაშიც კი. ეს კადრი კი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ძაღლები უფლის მიერ მოვლენილი არსებები არიან დედამიწაზე, რათა ადამიანებს გულის ჭრილობები მოუშუშონ. სათამაშო ატრაქციონებთან მარტომყოფი ბავშვი ძაღლებმა შენიშნეს და თამაში დაუწყეს. სწორედ ის ძაღლები, რომლებიც ერთ დროს ადამიანებმა სახლიდან ქუჩაში გააგდეს და სამუდამოდ მიატოვეს. თავად მიტოვებულმა ძაღლებმა კი განსაცდელში მყოფი ბავშვი არ მიატოვეს. ფეხბურთის მოედანზე ირაკლი მხოლოდ მაშინ შედის, როდესაც ის სარიელია. სწორედ ამ დროს თავის წარმოსახვაში წარმოიდგენს ხოლმე, თუ როგორ თამაშობს ფეხბურთს თავის თანატორებთან ერთად. ზოგჯერ მეკარია, ზოგჯერ თავდამსხმელი, ზოგჯერ კი გოლიც გააქვს. შემდეგ კი ისევ უბრუნდება საშინელ რეალობას. სარიელი მოედანი, უიმედობა, სასოწარკვეთა და ტკივილი. როდესაც ფონდის კორესპონდენტი ირაკლის ესაუბრებოდა, ბავშვმა მას მორიდებით უთხრა, რომ თუ მალე უფასო სასადილოში არ მივიდოდა, მეორე დღემდე საკვების გარეშე დარჩებოდა. პოლიეთილენის პარკში რამდენიმე პურია, ხოლო პატარა კოლოფში მაწვნის სუპი. გულმტკივა ჩემთახსა ესეც რომ ხედავ. მე მინდა გავიკეთო ოპერაცია და ვიყო როგორც სხვა ბავშვები. ეთილო ადამიანებო, ჩემს ფული არ აქვს ოპერაცია რომ დაიხატოს და თუ უყურებთ ამ ვიდეოს გეხოცები მოგვეხმარეთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.